გამარჯობა, მე ვარ გიორგი ჭაუჭინძე, ეს არის გადაცემა სკოლაზე, რომლის მიზანია საზოგადოებაში სკოლის შესახებ არსებული წარმოდგენების ერთგვარი ტრანსფორმაცია, აგრეთვე ჩვენი სტუმრების განსხვავებული რაკურსით წარმოჩენა. დღეს ჩვენ ვისაუბრებთ ეკა ონიანის სკოლაზე, ეკა არის იურისტი, გირჩის პოლიტიკოსი. გამარჯობა ეკა და დიდი მადლობა რომ მონაწილეობ ჩვენს გადაცემაში. გამარჯობა გიორგი, მადლობა. რომ მონაწილეობ ამ გადაცემაში. ასე რომ დავიწყოთ აი სკოლა რომ გახსენდება ბავშვობის ის ადგილები, რა ხმა გესმის სკოლიდან აი ამ მოგონებების დროს? ალბათ როგორც ადამიანების უმრავლესობას შესვენების ხმაური, რომელიც ყველაზე ნათელი წერტილი იყო სკოლაში, ყოველთვის, იმიტომ რომ ბავშვებს შესვენება გვიხაროდა და აი შრიამულიც, ზედმეტი ხმაურიც და ეს ემოცია. ხო, რაღაცნაირად განისაზღვრა ახლა სკოლის ერთგვარი სახე, რომ როცა ბავშვებს უხარიათ დასვენება, ეს შეიძლება ხო, დასვენება. ყველა სკოლისთვის იყოს დამახასიათებელი. დავიწყოთ მაშინ და გითხარი, რომელია შენი სკოლა და რომელ წლებში სწავლობ? მე ვსწავლობდი ორ სკოლაში. ჩემი პირველი სკოლა იყო ახალდაფუძნებული 59 სკოლა. მე მგონი იმ წელს გაიხსნა, როცა მე შევედი, ეს იყო ახალი დასახლება მაშინ გლდანულა. სადაც გადავედით საცხოვრებლად და აი მაშინ მომწია სკოლაში შესვლა და ეს იყო ჩემი პირველი კლასი, სადაც ვისწავლე 6 წელი. შემდეგ იმიტომ რომ ვიცვლიდით საცხოვრებელ ადგილს და ჩემს ძმას უკვე უწევდა სკოლაში შესვლა და ის შეიყვანეს ლიცეუმში. ჩემგან განსხვავებით, მაშინ იყო ეს ლიცეუმების და კოლეჯების პერიოდი, ხო გახსოვს ჩვენი ერთი ასაკის. მე შევედი სკოლაში 88 წელს. და ნუ შესაბამისად 6 წელიწადში ხდება ეს 90-იანების შუაში გადმოვედი ვერაზე 51 ცნობილ 51 სკოლაში. საკმაოდ ისეთ პერიოდში მე-7 კლასში გარდატეხის ასაკიც თავისი სირთულეებით და ეს ცვლილება თან არ მომხდარა მაინც და მაინც ჩემთან შეთანხმებით და ჩემი სურვილით, იმიტომ რომ მე ძალიან კარგად ვგრძნობდი იმ ჩემს ძალიან კარგად ახლა ცოტა ზედმეტად კარგად ვთქვი, თლად კარგად არა, მაგაზე მოგიყვები. მაგრამ ყოველ შემთხვევაში გადასვლა ნამდვილად არსად არ მინდოდა. ამიტომ დავამთავრე შემდეგ 51 სკოლა. ანუ ორი სკოლა ესე იყო. სკოლამდე თუ გქონდა რაიმე გამოცდილება, ასე რომ საბავშვო ბაღიც რამდენიმე გამოვიცვალე. გაქვს რამე მოგონება? მე საერთოდ არის ესეთი ადამიანი, რომელსაც მკვეთრად ამახსოვრდება ცუდი რაღაცა, ბოღმა ბავშვი, რა იტყვიან ასეთი და მახსოვს. და მახსოვს, იმიტომ რომ ამ ბაღებთან ბავშვს მეხსიერება, ხა მართლა მძაფრი მოგონებები ამახსოვრდება, ხო? და მძაფრი უმეტესად ნეგატიურია. და ძალით დამტოვეს. როგორც მაშინ ხდებოდა ბავშვი, ხა ტირის არ უნდა და მე ძალით დავტოვე და ყოველ ჯერზე ეს მახსოვს. თანაც ვიარე თბილისის ბაღში, ეს იყო ჩემი ბოლო ბაღი, ნუ შედარებით ნაკლებად სტრესული, იმიტომ რომ უკვე დიდი ვიყავი სკოლა შესვლის წინ. მანამდე ვიარე ქუთაისში რუსულ ბაღში, იმიტომ რომ რაღაც პერიოდი ბებიასთან ვიყავი. და უფრო მანამდე, ან შეიძლება ეს პირიქით იყო, არ ვიცი, ძალიან ცოტა ხანს ვიარე ლენტეხის ბაღში, სადაც დედაჩემი იყო მივლინებული როგორც ექიმი რაღაც პერიოდი და აიქაც მივყანა. აი მახსოვს, რომ ძალით დამტოვა და ეს სცენა მახსოვს, რომ მეჩხუბებოდა და ნუ შესაბამისად მოკლედ ბაღს ვერ ვიტანდი. ერთხელ კიდე ქუთაისის ბაღში იმდენი პატრონი ვყავდა, რომ ბავშვი დარჩა ბაღში, ყველას დავიწყდა და აი ეს მახსოვს, თუმცა ეს არ იყო ესე სტრესული, უბრალოდ საინტერესო იყო, რომ დაღამდა და მე მარტო ვიჯექი და ველოდებოდი, ვინ მომაკითხავდა. მაგრამ ხო, ბაღი არ იყო კარგი მოგონება და აი ამ განწყობით შევედი სკოლაში. ანუ კარგი მოლოდინები სკოლაში არ შევსულ ვარ, მაგრამ დასაწყისი არ იყო ცუდი. აი ერთი ჩაგეკითხებიო რომ იტყვიან ხოლმე რუსული, ახსენე რუსული ბაღი. ხო, ეს იყო ქუთაისში იყო რუსული ბაღი. ხო, მაგრამ გახსოვს ის ემოცია, მაინც ამ უცხო ენა იყო ახლა შენთვის აიბადა მაშინ, რაიმე ან გაუცხოებან დამატებითი სტრესი ამასთან დაკავშირებით. ენობრივ კონტექსტში. არის, ალბათ ქართველი ბავშვები ჩემ გარდა დადიოდნენ, ამიტომ ეს არ მახსოვს განსაკუთრებით სტრესულად, მაგრამ მახსოვს რომ მქონდა ზეიმი. და ეს ძალიან სასაცილო სურათები მაქვს, სადაც რაღაცა თეთრი, ყველა თეთრი კაბები გვაცვია, ეს
სნიგურაჩკები ვიყავით ალბათ და თოვლის ბაბუა და ნუ მღეროდი ძალიან სასაცილოდ ამ სიმღერას, იმიტომ რომ არ მესმოდა ენა. და ნუ რაღაც გაუგებარ სიტყვას ახლა არც მინდა გამეორა. გაუგებარ სიტყვებს მღეროდი მოკლედ და მე მთელი ბავშვობა დამცინოდნენ ამაზე სახში რომ აი ასე მღეროდაო და დღემდე მახსოვს ეს ტექსტი რომელიც სინამდვილეში სულ არა მინდა მაშინ არ იყო ასე პოპულარული. მაგრამ არა სტრესული ესე სტრესული არ იყო, უბრალოდ ეს ძალით დატოვის მომენტები მახსოვს და ამიტომ ბაღი დიდად საჭმელიც ახლა მოგეხსენება საშნელი იყო ბაღში და მე მინდა რომ თან ამ ჩვენი გადაცემის ჩვენი საუბრის განმავლობაში თან დავაკავშიროთ ეს ჩვენს მომავალ ასე ვთქვათ ჩვენი შვილების პერსპექტივასთანაც რამდენად გაითვალისწინებ ვთქვათ აი ეს თუნდაც ეს მომენტი მე მესმის ეს ასე მეც ბავშვობიდან და იგივე ჩემს შვილთან დაკავშირებით აი ეს გავითვალისწინე უკვე მაქსიმალურად ჩემი აზრით ჩემი შვილი რო გაიზრდება რა სიტყვის და ახლა მაგ თემაზე ფსიქოლოგთან ივლისო რა ახლა ძნელი ამის პროგნოზირება მაგრამ გავითვალისწინე ყველაფერი გავაკეთე რომ ბავშვი სანამ არ შეეჩვეო და ბაღში მანამდე ძალით არ დამეტოვებინა როგორც კი რაღაცაზე დაისტრესა და რაღაც არ მოეწონა, ანუ სულ ვცდილობდი რომ ამეხსნა, აი მე აქ ვიქნები მალე მოვალ რაღაცა დროს უთვლით, ყველაფერი რაც რაღაცა რეკომენდაცია მომეჩვენა ჭკვიანურად გავითვალისწინე და ნახოთ, თუმცა ჯამში მაინც ისეთი ინტენსივობით არ დამყავს, რომ დარწმუნებული ვიყო რომ ჩემო მეთოდმა გაჭრა თუ არა, მაგრამ აი დღეს მაგალითად მითხრა რომ ხვალაცე წავალო და ალბათ არ არის უკმაყოფილი. მოდი მივიდეთ პირველ გაკვეთილამდე. ხო, მაგრამ გახსოვთ აი პირველი გაკვეთილი. სკოლაში. პირველ კლასში. იცი რა მახსოვს, აი ეს პირველი 4 წელი ჩემი სკოლის არ არის ძაფრი მოგონებები ჩემი ხსერებაში. და ჩემი აზრით, აი როგორც დასაწყისში ვთქვი, მე ისე ბოღმა ბავშვი აღმოჩნდი და ყველაფერს ცუდი მახსოვს, თქო, ესე იგი ეს პირველი 4 წელი იმდენად კარგი იყო, რომ იქიდან ძალიან ცოტა რამ მახსოვს. პირველ კლასში რომ შევედე, როგორც გითხარი, არ მქონდა დიდი მოლოდინები. რაღაცა სტრესით არ შესულვარ, მაგრამ აი აღფრთოვანებული ვიყავი და ტაბა ჩავიცვი და თეთრი ბაფთა გავიკეთე, ესეც არ მახსოვს, მაგრამ აი მახსოვს, რომ დამსვე სადღაც პირველ თუ მეორე მერხზე, ჩემთვის სრულიად უცხო გარემოში, უცებ გვერდზე მსდომა ბავშვმა ესე მოვიდა და უბრალოდ არა დამიძახა. და მითხრა, რომ ეკა მოდი აქ დაჯიგე და მიცნო და ესე რომ ჩემი ბაღიდანვის ვინც მიცნობდა და დღემდე ჩემი უახლოესი მეგობარი ბაკო, მაიკო, რომელმაც დამინახა და აი ეს იყო ჩემთვის როგორც ჩანს აი ხსნა რომ მე ვიყავ უკვე ესეთ რა safe უსაფრთხო გარემოში რა და აი ამ იმით წავიდა ეს ჩემი პირველი 4 წელი და მყავდა ფანტასტიკური მასწავლებელი ახალხანს გახდა 90 თუ არ ვთქვი 85-86 წელს ლილი კვირიკაშვილი და ეს იყო კლასი აი ამ ახალ სკოლაში ხო ვახსენე რომ ახალი გახსნილი იყო ეს სკოლა იმიტომ რომ დასახლებაც ახალი იყო და ეს ჩვენი კლასი იყო ამონაშვილის მეთოდით ცნობილი ბატონი შალო ამონაშვილის მეთოდით რომელთაც პირველი ექსპერიმენტული სკოლა ფუნქციონობს აი ეს მეთოდი დანერგეს ამ ჩვენს კლასშიც მე ჭვიმაქ რომ ამის დამსახურება იყო რომ ეს ჩვენი პირველი 4 წელი იყო მართლა ძალიან განსხვავებული და ნუ ქალბატონი ლილის რასაკვირველია და მარენაირი სტრესი მე აქედან პირველი 4 წლიდან არ მომყვება. მთელი ეს სწავლის და შემეცნების პროცესი იყო ჩემი აზრით ისეთი, როგორიც ალბათ უნდა იყოს. და ისურვებდი შენ შვილს. კი, ნამდვილად ვისურვებდი, ახლა ნამდვილად. აი, ხომ არ შეგიძლია დღევანდელი გადასახედიდან თუნდაც. აი, ამონაშვილის მეთოდი როგორ ხედავ დღეს რა იყო ისეთი განსხვავებული რაც უნდავნად მახსოვს მე ხო არ ვიცი რა იყო განსხვავებული იმიტომ რომ სხვანაირ კლასში არ მისწავლე მახსოვს რომ იქ იყო რაღაცა ბრძოლები ვიღაცებს არ მოეწონათ რომ მარტო ერთი კლასი იყო და აი ამაზე რაღაცა დრამა ხდებოდა რის გამოც ჩემი მშობლები იბრძოდნენ რომ არ გაეუქმებინათ ეს მეთოდი ჩვენთან და რაღაც აი განათლების სამინისტროში მიდიოდნენ და რაღაც ხდებოდა ეს მახსოვს რომ წერა ვისწავლეთ სხვანაირ ვეულებში და ის ბევრი უჯრებიანი ვეული ჩვენ არ გაგვილია და ნუ რაღაცნაირად ალბათ ჩვენს ბავშვურ ეგოებსაც ეს სიამოვნებდა რომ აი სხვებზე ადრე ვისწავლეთ ანბანი ახლა სხვა ბავშვებს რამდენი სიამოვნებდა ალბათ მაგიტომაც იყო ის დრამები მაგრამ აი ეს მომენტი მახსოვს რომ ძალიან სწრაფად გავიარეთ სიცილ ხარხარში და თამაშით ვისწავლეთ მე რაღაცა ზეიმი გავმართეთ მე ვიყავი ი მახსოვს და მეც რაღაცა
რაღაცა კაბა და აი მაგალითად მუსიკალური კონცერტისგან განსხვავებით აი ეს კონცერტი ჩემს არ იყო სტრესული. აი ყველაფერს იმდენად კარგად მართავდნენ, მე არ ვიცი რა საკეთებდნენ, მართლა არ ვიცი რა იყო განსხვავებული. ამაზე პროფესიონალურად მე ვერ გიპასუხებ, მაგრამ ნუ ფაქტია შედეგი ის იყო, რომ დღემდე საკმაოდ ახლო ურთიერთობა მაქვს იმ ჩემს ყოფილ სკოლელ ბავშვებთან. ემოციურად ან რამდენი წლის შვალითაც არ უნდა ვნახო ემოციურად მათთან მაქვს აი ეს ბავშვური სიყვარული და მგონია რომ ამის წვლილი ამაში არის. მაშინ ასე გკითხავ, ანუ იმავე გდანულაში, ხო? რა ხდება ასეთი მეხუთე, მეექვსე კლასში რაღაც ხდება. მეხუთე, მეექვსეში უკვე ჩათვალისო დიდები ვიყავით და მე შემოვიდა ნიშნების დაწერა, ანუ ეს 4 წელი არ იყო ნიშნები, როგორც მახსოვს. მე შემოვიდა ნიშნების დაწერა, შემოვიდა ახალი საგნები, ბევრი მასწავლებელი, უკვე მარტო ანუ ლილი თუ იყო ჩვენი დამრიგებელი და უცხო ენაში შემოდიოდა სხვა მასწავლებელი, ახლა უკვე დაგვემატა სხვადასხვა საგანი და ყველგან იყო განსხვავებული და ნუ ახლა რო ვიყო კაცრი გულწრფელად უნდა თქვა, რომ მათი დიდი ნაწილის ცოდნა არ იყო ესეთი ადეკვატური ხო? ადეკვატური და ის რაც გამოიწვევდა, არც ცოდნა და არც მათი სწავლების მეთოდი არ იყო ისეთი, რომელიც გამოიწვევდა ბავშვი პატივისცემას და ინტერესს. და გრძნობით ამას თქვენ როგორც ხდება მეექვსე კლასში. კი, როგორ არა, იმიტომ რომ ეს უკვე ისეთი ასაკია, რომ აი უკვე დიდობ, ბავშვები ცუდად იქცევიან, შესაბამისად მასწავლებელს მეტი სტრესი ადგება და უწევს თავისი ნამდვილი სახე გამოავლინოს, შეუძლია ბავშვების მართვა დიდი კლასი იყო თან. თუ შეუძლია რომ სულ მუდმივად ყვინილში გაატაროს გაკვეთილი და შეურაცხყოფის მიყენებაში და ეს აღარ ბუნებრივია ბავშვს არ არის სასიამოვნო. შენ რომაც არ გეხებოდეს ის სტრესი, რაც ანუ რაღაცა ის შეურაცხყოფის ფორმა იქნება, რაც გედება, განწყობა და მაგრამ აი მეორე მომენტი რაც იყო, აი მახსოვს რომ რაღაცა საგნებში უბრალოდ მასწავლებლები თვითონ ვერ ხსნიდნენ, თვითონ ვერ გვიხსნიდნენ, რაც გვასწავლიდნენ. ვინც კარგი იყო, ისინიც მახსოვს და ხო, ასევე კიდე მყავდა ერთი ქართულის მასწავლებელი, რომელიც საშინელი გალი იყო. უბრალოდ ან რაში გამოიხატებოდა საშინელება იცოდა, რასაც გვასწავლიდა, ბევრისგან განსხვავებით, მან იცოდა, უბრალოდ გადაწყვიტა, რომ თან ეს ამონაშვილის კლასით გაზრდილი ბავშვები მეთოდით, რომლებსაც რაღაცა პრეტენზია ჰქონდა, რომ ფორმა არ გვცმია, რაც განსხვავებული მეთოდით სწავლობდით და განსხვავებულად გდომდით თავს, გადაწყვიტა, რომ აი ესე ჩაესვა მარწუხებში და გოგოებს გთხოვდა, რომ არ გვეულა შარვლით. და ასე კლასში მისულებს დილას გვამცირებდა, ვინც შარვლით მივიდოდით, შეურაცხყოფას გვაყენებდა, ხან უკან გვაბრუნებდა. ეს მეექვსე კლასში. ეს იყო მეექვსე და მეშვიდე, ხო. და აი გოგოებს გაგვეტარა ჯოჯოხეთი. ოღონდ ვიღაცებმა დათმეს, იმიტომ რომ ამდენი ბრძოლაც ახლა ბავშვებს არ შეეძლოთ. ვიღაცებს არ გვიყვარდა ეს კაფე, ხა ისეთი ასაკია, რომ ბავშვი უკვე არჩევს რა ჩაიცვას. პლუს 90-იანების შუა პერიოდია, ბავშვებს ტანსაცმელი შეიძლება უბრალოდ არ ქონდეთ ასეს არჩევად და შეჩვეულობაც ფორმა როგორც ასეთი არ არსებობს და ეს ქალი გვეუბნებოდა, რომ აი გოგომ ქართველმა გოგომ როგორ უნდა იაროს შარვლი. ერთხელ მახსოვს ჩაგვიყვანა ერთი 6 გოგო სასწავლო ნაწილთან, რომელიც მასზე ადეკვატური იყო, მაგრამ რაღაც ალბათ უყურებდა როგორც არანორმალურს და კაცი იყო სასწავლო ნაწილი და ამქანმა ჩაგვიყვანა და ასე დაატრიალა ბავშვები და ხო ამას შარვალი უნდა ეცვასო, ანუ გარეგნობის შეფასებაზეც გადავიდა საშინელი ქალი. ანუ შესაბამისად ამ ქალმა შეგვაძულა სკოლაში სიარულიც, ქართულის სწავლაც, საკონტროლოებზეც აისახებოდა მისი ეს დამოკიდებულება, რა თქმა უნდა და ბავშვებს ვიბნეოდით გაკვეთილის მოყოლის დროს და მოკლედ ეს უკვე აღარ იყო. და რომელ კლასამდე თუმცა მე უკვე სხვა სკოლაში გადავედი ხო და შესაბამისად ხომ მეშვიდეში გადავედი, ისე მეხუთე მეექვსეში გვაწევდა. სამაგიეროს როგორ უხდიდით თქვენ ბავშვი მოგეხსენებათ? მე არ დავდიოდი. ერთადერთ ხალ 2 წელი ხომ ასწავლიდა და მახსოვს რომ ესე იგი მე-6 კლასში გამოდის მეორე წელს 1 სექტემბერს თუ რაც იყო ხა მაშინ 1 სექტემბერს არ იწყებოდა ხოლმე რეგულარულად აი პირველ დღეს მივედი თეთრი პერანგით საროჭკით და შავი კაბით რომელიც სპეციალურად ეჩმა მიყიდა დედაჩემიც
რა ტიპი იყო? ანუ საჩვენებლად მივედი, ამ ქალმა აღნიშნა, რომ აიო ხომ გქონია, როგორც ჩანს წინა წელს, იმიტომ ხო, როგორც ჩანს წინა წელს, იმიტომ მithმობდა ხა ყოველ დღე არ მაგდებდა ბუნებრივია გაკვეთილიდან. ალბათ იმიტომ მithმობდა, რომ იფიქრა, რომ ალბათ არა აქვსო და დაგვანება ეხა თავი რაღაც ეტაპზე. ხო და ანუ პირველი სექტემბრის მერე არ ჩამიცვალს, მაინც ჩამიდოდი. ხო და ამ დროს მქონდა ოჯახისგან მხარდაჭერა, რომ ანუ არავის საქმე არ არის, რა გეცმება სკოლაში ხა. ანუ რამდენადაც ბავშვისთვის შესაძლებლად გაცვია. ხო, რასაც ამბობ, პრინციპში ეს ერთგვარი ნორმა იყო ხოლმე, ხო, ბევრ შემთხვევაში, ბევრი მასწავლებლის მხრიდან ის პატივცემული შეიძლება ასე გახსოვს, უბრალოდ დიდად გამორჩეული კი არ იყოს ხვებისგან, ხო? არა, უბრალოდ მისი ფორმა, ანუ ეს კონკრეტული საკითხი იყო ისეთი, სადაც რაღაცნაირად პირველად გამოგვარჩიეს გოგოები და ბიჭები, ხა მანამდე ვერ მოვიტყვები, ვიზრდებოდით ისე რომ რაღაცა გოგო ხარ და არ გეკადრება, არც მე არც ოჯახში მიგზნია ეს და არც კლასში და აქ რაღაცა ისეთი იყო, რომ ანუ ჩაგრავდა ადამიანი გვეუბნებოდა, რომ მიჭკუაზე უნდა ჩაგვეცვა და არა ჩვენ ჯგუაზე და თან არც სკოლაში იყო ასეთი წესი და არც და რა უნდა ჩაგვეცვა. აქვე გიკითხავ, ეგ მიდგომა, არ ვიცი, მიდგომაში დავარქვათ თუ არა ამას მასწავლებლის მხრიდან, რამდენად განაპირობებდა თქვა თან საგნის აკადემიურ მოსწრებას ან დისციპლინას ვთქვათ მის გაკვეთილებზე ან რაიმე ქონდა ასეთ დამოკიდებულებას რაიმე დადებითი ცხადია უარყოფითად ვაფასებ მაგრამ რამე გამართლება ხომ არ ქონდა იმ ადამიანს არა იმ ადამიანს ქონდა უბრალოდ მისი წარმოდგენა ზოგადად ქალი როგორ უნდა იყოს, გოგო როგორი უნდა იყოს, ამას რაღაცნაირად უკავშირებდა, რომ აი ვეფხის ტყავსანს და დიდოსტატის მარჯვენას მე ვერ ვასწავლი შარლიან ქალს. აი მართლა ციტირებ. და ასწავლი და მეთქი ამას გეკითხები. შედეგი ჰქონდა, ვთქვათ, კლასელებთან მიმართებით. არ ვიცი, სხვების მოსწრება ნამდვილად არ მახსოვს, მაგრამ ვისაც ეს გვეხებოდა, რომ ძალიან ვისტრესებოდით და აისახებოდა ჩვენი სწავლის ხარისხსაც, ეს მახსოვს ახლა, იმიტომ რომ ზოგადად მასწავლებელი შესვლისთანავე გეჩხუბება, უკვე ძალიან გამობრძმედილი უნდა იყო ადამიანი ფსიქოლოგიურად დასრული, რომ მე გახვიდე და გაკვეთილი მოყვა, ხო? თავისთავად რაც არ უნდა კარგად იცოდე, მე რომ გამოგიძახებს უკვე დაბნეული იწყებ, იმიტომ რომ ცოტა ხნის წინ ლამის კუთხეში დაგაყენა ხა კუთხეში დაყენება არ იყო დაშვებული ჩვენ დროს და არავის უკადრია საბედნიეროდ, მაგრამ მაინც ხა გამარჯობასთან ერთად შეურაცხყოფით დაწყება არ იყო კარგი და ის ახლა მახსოვს რომ საკონტროლოზე მაგალითად ვერ დავწერე რაღაცა რაც ვიცოდი, იმიტომ რომ მისაც არ მიყვარდა ხა ქართულის რაღაცა თემების წერა, ეგ ცალკე ტკივილი იყო ჩემ, მაგრამ ანუ იმაზე უარესად დავწერე, ვიდრე უნდა დამეწერა, იმიტომ რომ მანამდე ჩაატარა. კლასელებზე გითხარი კიდევ, ბევრი მოსწავლე ვიყავითო, კი აღნიშნე, რამდენი იყავით რა ურთიერთობა გქონდა? არის ალბათ 40 მეტი. კარგი ურთიერთობა მქონდა, მე თან სუდა დავსწავლობდი რბილად, ვითვლებოდი კარგ მოსწავლედ და არც ამრევან ჩვეულებრივი კარგ მოსწავლეს ეძახდნენ, ასეთ ბავშვი ვიყავი და არც საკონტროლების გადაწერაზე არ ხურავდი რვეულს. ან ჩვენი სკოლაში სწავლა ხო მაშინ იყო რაცა მასწავლებლის გაცურება. ხო და ის გაცურების სპეცოპერაცია იყო, რომ ანუ ჩვენ ვისაც არ ქონდა ხა გასაცურებელი, თქვა ისაც კარგად წერით, განსაკუთრებით ეს ტექნიკურ საგნებს ეხებოდა, რაშიც მე ძლიერი ვიყავი. სხვებიც უნდა გაგვეძვინა და აი მაგდროს გრძნობდით მასწავლებლებზე გამარჯვებულად. მე ახლა როგორც მასწავლებელი გეტყვი, რომ მე მასწავლებლების გაცურება კი არა იყო, მასწავლებლების მიერ თვალის დახუჭვა რა თქმა უნდა. ორი მხრივ. იმიტომ რომ მე მგონი ჩვენ ახლა ბავშვური თვალით ვიგით რომ მასწავლებლებს გავაცურვ. ანუ უბრალოდ ამ გაცურების პროცესში ყოფილა რომ მე საკონტროლო დამთავრებაზე დაუმატებდით 2 წუთი, იმიტომ რომ ყველას დაუწერეთ და ჩემი დამჭა დაუწერე. აი მივადექით ეს ერთ-ერთი ჩემთვის საინტერესო თემა, რას და როგორ სწავლობდით. ამ შემთხვევაში არა მხოლოდ პირადად. აი ეს გაცურებები თუ რაღაც თვალის დახუჭები. მე მგონი მაშინაც ყველა ხვდებოდა რომ ისეთი დაუძლეველი მიზნები გქონდა ხოლმე დასახული და დღესაც ასია ეს. რომ ბავშვებს თხოვთ იმდენი რამის, იმდენი საგნისა და ამ საგანში იმხელა შინაარსების დაძლევას, რომ ეს სინამდვილეში წარმოუდგენელი.
და ამის გამო იტანჯებიან ბავშვები ხშირად. ბავშვების დიდი ნაწილი, ხო? და თქვენთან როგორ იყო ეს? აი, როგორც ამბობ, კარგად გისწავლობდი, მაგრამ სხვების შემთხვევაში რა ხდებოდა? ან ყველასაგან სწავლობდი კი კარგად. აი, ნახე, მე ვთქვი, რომ კარგ მოსწავლედ ვითვლებოდი. კარგად სწავლობდი, ამას არ ვიტყვი, იმიტომ რომ ობიექტური უნდა ვიყო. კარგ მოსწავლედ ვითვლებოდი, იმიტომ რომ ჯერ ერთი რამდენიმე საგანი, რომელიც მაინტერესებდა, მიყვარდა, ვსწავლობდი კარგად, დანარჩენში წარმატებით ვაცურებდი მასწავლებლებს. მაგალითად, თუ კი გამიძახებდნენ ერთ გაკვეთილზე, შემდეგ გაკვეთილზე შემეძლო არ ხეინად ყოფილიყო, იმიტომ რომ სხვა უნდა გაეძახებინათ. ამიტომ დიდი ალბათობა იყო, რომ ეს სწორად გამეთვალა, რამდენ გაკვეთილში ერთხელ გამიძახებდნენ და ჩამეგდო ის გაკვეთილები, ანუ ზერელად გადამეხედა. ან თუ შევატყობდი, რომ რაღაცა ტაქტიკა შეიცვალა მასწავლებელმა, წიგნი გადამეშალა, სანამ სხვა ყვებოდა და სწრაფად გადამეკითხა ის ისტორიის გაკვეთილი, რომელიც დიდად არ მაინტერესებდა და ასე გავსულიყავით, რომ საშინაო დავალებებს რასაკვირველია ვასრულებთ. ანუ ეს იყო ბავშვების ტაქტიკა. არ ვიცი, ხა ეს შეიძლება რაღაცა მხრივ რაღაცა ცხოვრებისეული უნარი არის, რომელიც სულ რო არ გაგაჩნდეს, არ არის კარგი, მაგრამ ნუ რაღაც სწავლის პროცესში უნდა გამოიმუშაო, მასწავლებლის მოსატყუებლად, ხო რა 12 წელიწადი როგორ შეიძლება? ხო, მე მგონია, რომ თამაშებში გამოიმუშაო, ეგ ჯობია და სწავლის დროს შემეცდებითი პროცესით მიიღო სიამოვნება. ეს იქნებოდა იდეალური, მაგრამ ნუ თამაშს გუშლიდნენ, შესაძლოა ქონდა 5 წუთიანი გაკვეთილზე კი თამაშობთ ხა ჩუმად, მაგრამ მაგის გამო დავსჯივართ მასწავლებლებს. ერთხელ შაირებს წერდით, უზრდელურ შაირებს მე და ჩემი მეგობართა. მაგაზე გამოგვიჭირეს, ბებია მასწავლა და მე ჩემ მეგობარს ვუწერდი, რომ ასეთ მაგარი შაირებს მასწავლა ბებია. გამოგვიჭირეს და წაიკითხეს. ეგ ბაიკოა მეგობარ? ხო, ბაკოს კი მაიკო. ხო. ესეთი, ამ ტაქტიკით გავდიოთ, თორე ცხადე რომ ყველასაგანს არ სწავლობდი კარგად. არ ვიცი შევძლებდი თუ არა რომ ესწავლა. დამეზარებოდა სავარაუდოდ და ალბათ ვერ შევძლებდი, მაგრამ თავარი მგონია იყო ის, რომ არ მაინტერესებდა, თორე რაც მაინტერესებდა, იმასაც სწავლობდი და ახლა დროც მრჩებოდა, რომ ეზოში მე თამაშა წიგნები წამეკითხა და აი ინტერესი რაღაც საგნების მიმართ ვთვლი, რომ აი მასწავლებლების როლი ამაში ძალიან დიდი იყო. რო არ გამიჩნდა. ხო, ანუ და ბავშვს ბუნებრივია არ მეყო ძალა, რომ მე თვითონ დავინტერესებულიყავი, იმიტომ რომ თამაში მერჩინა. რომელი საგნები გიყვარდა? მათემატიკა. მერე ფიზიკა, ინგლისური. ინტერესანტი. ნუ დანარჩენები ისე რა. ქართულს ახლა. ქართული მძულდა. ორივე მიზეზით, იმიტომ რომ ეს მასწავლებელი იყო ჩემი პირველი შეხება. გრამატიკა მიყვარდა სამაგიეროდ, მაშინ ცალ-ცალკე ვსწავლობდი. გრამატიკა ძალიან მიყვარდა, იმიტომ რომ მათემატიკასთან ახლოს იყო და მიყვარდა. მაგრამ აი ეს რატომ და დამეწერა რაღაც თემები, ამას ვერ ხვდებოდა. თავისუფალი თემა სადღაც ჯოჯოხეთი იყო ჩემთვის. თან ნუ მაშინ როგორც გთხოვდნენ ამ თავისუფალი თემის დაწერას, აი ფოთოლზე დაწერე ჩანახატი. დღემდე არ მეწევს, რატომ უნდა დავწერო? არ მაქვს ამის ნიჭი. ვერაფრით ვერ. არა, ვიღაცამ შეიძლება დაწეროს კი. შეიძლება, მაგრამ ანუ სავალდებულოდ ეს უნარი გამივითარო არ მაქვს. ან ბავშვები, რომლებიც ვერ სწავლობდნენ მათემატიკას, პატიობდნენ და ჩვენ უნდა გვეწერა ფოთოლზე ჩანახატი. ჯოჯოხეთი იყო. მეხმარებოდა დედაჩემი, მსგავსი გამოვალი სიტუაციები რო იყო. მეხმარებოდა სახლში დედაჩემი, რომ რაღაცა შესავალს გამიკეთებდა, ბოლოს გამიკეთებდა და შუაში რაღაცას დავწერე. დედა რა პროფესია? დედა ექიმია, მაგრამ ისიც დაახლოებით ისეთი ტიპის მათემატიკის მოყვა. ფოთოლზე ჩანახატი, კარგია. და სხვა რაიმე ესეთი ხომ არ გახსოვს, აი შეუსაბამო შინაარსი, არა მხოლოდ ქართულში, ვთქვათ, რომელიც იკითხვის, რომ ეს რატომ უნდა ასწავლო ან აწვალო და ასე შემდეგ ბავშვი. თუნდაც დღევანდელი გადმოსახედიდანაც აი საკუთარი შვილისთვის მაგალითად რას არის სურვილი იქიდან გამო. იცი რა, არა, მე არ უყურებ ასე. რომ რაიმე ზედმეტი იყო, შეიძლება რაღაცა არაადეკვატურად რთული იყო, ან ცუდი ენით ეწერა, მაგრამ ზედმეტი იყო თქო ვერ ვიტყვი. უბრალოდ ნახე ორი რაღაც აზრი მიჩნდება, როცა ამაზე ვფიქრობ. მთელი ეს პროგრამა იყო გათვლილი კარგ ბავშვებზე, ხუთოსან ბავშვებზე და შენ თუ არ იყავი ხუთოსანი, ნუ ან რაღაცა რამდენიმე 4 გეპატიებოდა, მაგრამ აი ეს კარგი ბავშვი, მე არ ვიცი რა мотиваცია უნდა ქონოდა სწავლის მაშინ, იმიტომ მე ფაქტობრივად არავინ არ იყავი, ან მასწავლებელიც რაღაცა ყველანაირ სწორებას აკეთებდა ამაზე.
არავინ ახლა ისე კი არ მინდა ვიღაცამ ისე აღიქვას რომ ანუ ვიწყუთებს ზარსწავლს. არა, უბრალოდ დამოკიდებულება ეს მოდიოდა მასწავლებისგან რა და იძულებული იყავი რომ ეს მუდმივად შეგენარჩ. გარკვეულწილად ეს შეიძლება იყო мотиваცია. ჩემთვის იყო ახლა მე არ მქონია რომ ყველაზე უკეთესი უნდა ვიყო, ეს ჩემში არასდროს არ ყოფილა, მაგრამ ის რომ ჩემივე თავის რაღაცა ის იმიჯი რაც მქონდა გამემართლებინა, მშობლების რაღაცა მოლოდინი გამემართლებინა, ეს იყო გარკვეული мотиваტორი. მაგრამ პროგრამა არ იყო გათვლილი, ანუ მეც ხო ვერ ვძლებდი, მეც ხომ ვიტყუებოდი, დანარჩენიც ხო იტყუებოდა და ანუ არ იყო დაგვარი. მით უმეტეს აი ზუსტად ხომ შეუძლებელია ყველა მოსწავლე იყოს ხუთოსანი თან ყველასანი. ანუ რატომ ხო, რატომ? ეს არის უმცირესობა, ხო, მოსწავლეებისა, რომლებიც რაღაცა საგანთან ნახევარს მაინც ან კარგი უმრავლესობას. უბრალოდ მაშინ იყო ასეთი არგუმენტი, რომ ამ სკოლაში ისედაც არაფერს არ გასწავლიან და 5-ზე ნაკლები თუ მიიღებ, ესე იგი საერთოდ არ სწავლობ და ნუ ამაში იყო სიმართლეს მართვალი, რო არ ანუ 4 თუ გეწერა, ესე იგი არაფერი არის. იმიტომ ეს 4 ნამდვილი 4 არ იყო, ისე როგორც 5 ნამდვილი 5 არ იყო და მოდი დავარქოთ პირობით. და ერთხელ გამოყვა 3 ქიმიაში. რაში ქიმიაში? ქიმიაში, აი ქიმიას ვერ გავუგე ვერაფერი. ერთ სემესტრში, პირველ სემესტრში გამოყვა 3 და მეორე სემესტრში მომწია გამოსწორება ისე გავიმოწე. ანუ 3 თუ გამოყვა წარმომიდგენია ესე იგი როგორ არა გაოგნდნენ ანუ მე ექიმების ოჯახში ბევრი ექიმი იყო რომლებმაც ქიმია იცოდნენ გადასარევად და მე კი შემიძლია აი როგორც მასწავლებელმა თუნდაც თქვა რომ არა მხოლოდ ეს საგნები და მისი შინაარსი არამედ თვითონ როგორ ისწავლებოდა და დღემდე ასეა სამწუხაროდ როგორ ისწავლება შეუძლებელი აქედან გულისხმობ მოსწავლეთა უმრავლესობამ აი რაიმე ისწავლოს კი რაიმე აზრი გამოიტანოს საერთოდ სამწუხაროდ ასე მასწავლებელზე არის ძალიან ბევრი ხარდია ერთ დავამატებ ბუთში მათემატიკას ხო თქვენ რომ ძალიან მიყვარდა და მე განსაკუთრებით მიყვარდა სასკოლა გამოვიცვალე 51-ში იქ უკვე მყავდა აი ფენომენალური მასწავლებელი მათემატიკის და სასწაულად გვიხსნიდა ევა სიმონია თბილისში ცნობილი მასწავლებელია და მე რაღაც პერიოდს მე რო წავიკითხე წიგნი რო დავამთავრე სკოლა აღმოჩნდა რომ სულ სხვა ენით ეწერა იმ წიგნში მე რო ის წამეკითხა სავარაუდოდ რუსულიდან თარგმნილი იყო ვერაფერს ვერ გავიგებდი მაგრამ ნუ ევა სიმონი ამას გვიხსნიდა ისე სასწაულად რომ ყველაფერი გვესმოდა ну ყველას მეტნაკლებად მაგრამ ყოველ შემთხვევაში აი თელი ეს იყო გაკვეთილი რომელზეც მათემატიკოსაც არ უყვარდა ის ბავშვებიც დადიოდნენ მასწავლებლის პატივისცემით და ну რაღაცას მაინც აქვე მოდი დავაკავშიროთ იმ მასწავლებელს ქალბატონი ევა თუ აქცევდა ყურადღებას ჩაცმულობას ან რაიმე ისეთ არა თითქოს ეს არ იყო არა ეს ირიც როგორი ქალია ძალიან ბევრი წელი არ მინახავს და ეს ჩემი ძალიან დიდი ნაკლია რომ აი ესეთ მასწავლებელს რომლებიც სულ ლაპარაკობ არ ვიცი სკოლა იმდან დამიყვარდა რომ სკოლაში მოკლედ მიბრუნება საყვარელი მასწავლებლების გულისთვისაც კი არ მომდომებია უბრალოდ აი იყო ესეთი სამართლიანი ქალი უხეში იყო სხვათა შორის თუ მის მომისმენს ანუ უხეში რა ხონდა ესეთი პირდაპირი შეიძლება რაღაცა უხეში სიტყვები გამოიყენებიან, რომელიც ახლა დღესდღეობით გამოიყენოს Facebook-ს მოივლის. ხო, ეს ბავშვებს როგორ სახალხო დამცველის რამ. ხო, ანუ შეიძლება დღეს ძალიან ყურს ვიდეს. შეიძლება ეს უცებ ეწოდებინა მთელი კლასს, იმიტომ რომ საშინლად ვიქცეოთ მე-7 მე-8 კლასელი ბავშვები. ნუ ხო, წარმოგიდგენია გარდატეხის ასაკში ვერაზე ერთ-ერთ ყველაზე ესეთ სკოლაში, სადაც ბავშვები ისტორიულად სულად იქცევიან. ისტორიული აი ევასთანაც კი სადაც ძალიან ასე პატივისცემით იყო კლასი გაჯერებული იქაც კი ცუდად ვიქცეოდით და იქ დაუკივლია ხოლმე მაგრამ ძალიან უყვარდით ამას ვგრძნობდი თითოეულ ბავშვს გვიხსნიდა რასაც ხსნიდა და სამართლიანი იყო შეფასებაშიც რეაქციის მიცემაშიც სიყვარულის გამოხატვაშიც და საოცარი ქალი იყო ეთილი ხომ არ შეგძულდა კითხვა აი თუ დაუბრუნდებით იგი რაღაც გამოცდილებას მასწავლებელთან გამომდინარე წიგნების კითხვა
თუ გიყვარდა ან მასე მაინტერესებს სკოლამდე ასაკში რას გიკითხავდნენ ან როგორ გიკითხავდნენ ეს სცენები თუ გახსოვს? არ მახსოვს, აი ეს არ მახსოვს, იმიტომ მე ხო კარგი არაფერი არ მახსოვს. ღრმა ბავშვობით. მაგრამ მახსოვს რომ პირველი წიგნი ესეთი სრულტანიანი წიგნი რაც წავიკითხე იყო ტომ სოიერის თავგადასავალი და აი ვიყავი შეყვარებული ამ წიგნზე და მე დასრულ ასაკში აგერ რამდენიმე წლის წინ რომ გადავიკითხე აღმოჩნდა რომ წიგნში ნახევარი არ არის რაც ჩემს ფანტაზიებში ხდებოდა მე იქ ვავრცობდი ამ წიგნს და იქ თავგადასავლებში ეთყობა კიდევ უფრო მეტად ვიჭრებოდი და იმდენ მიყვარდა რომ ბავშვი რომ მეყოლა ფიქრობდი რომ დამერქმია ბეკი მაგრამ მე ვერ შევთანხმდით სახელზე და ბეკი მეორე სახელად ხანდახან ვეძახი ხოლმე და ეს იყო ძალიან ისეთი შთამბეჭდავი წიგნი მაგრამ დამანამდე რას მიკითხავდნენ არ ვიცი კითხვა არ შემძულებია კითხვა იყო მაშინ თქვა ინტერნეტი არ ქონდა ტელეფონი გამცდენდა კითხვა იყო სხვა სამყარო და განსაკუთრებით იმ საგნების მეცადინეობისას რაც მეზარებოდა დიდი მაგიდა მქონდა სამეცადინეო და ჩემი ოთახი ამ მაგდას ქონდა დიდი უჯრა სადაც უამრავი რაღაც სისულელი მქონდა შენახული და მე დო გადაშლილი წიგნი ამას ვკითხულობდი და როგორც კი კართან გავიგონებდი დედაჩემის ფეხის ხმას რომ შესამოწმებლად მოვიდოდა რომ აბა თუ მეცადინეობს რომ გვიანობამდე მეცადინეობდი გვიან ვდებდი მაქსიმუმ რა ამას დავკეტავდი ამ უჯრას უცებ და მომარჯვებული პასტით რაც წინადადების შუიდან ვაგრძელებდი ვითომ წერას მაგრამ დანარჩენ დროს მაქსიმალურად წიგნის კითხვით წეროდი. კაცრი იყო დედა? ამ ხრივ ანუ განათლების მომხოვნი. ან კაცრი იმ თვალსაზრისით რომ შენ აუცილებლად ეს ნიშანი უნდა მიიღო არა. მაგრამ ის რომ შეგიძლია და უნდა გააკეთო, იმიტომ რომ შეგიძლია რატო არ უნდა გააკეთო ეს ამ თვალსაზრისით იყო აი ქიმიაშიც მაგალითად არ მიყვარდა არ მესმოდა დღემდე არ მესმის არ არის ეს საგანი ჩემი და ნუ რაღაცა ვიჯახირე და კი ბოლოს მაინც ვისწავლე და რომ თამოყარებამ შემაწუხა და მე ორგანულ ქიმიაზე რო გადავედით ორგანულ ქიმია მომეწონა მაგრამ რა ვიცი რო არ მესწავლა რა უჭირდა მაინც არაფერი არ მაინც ვერ ვისწავლე ახსენე მუსიკაში სიარული თუ მუსიკაზე სიარული ეს სამკე ფენომენი იყო კიდე საერთოდ ანუ როგორ შეიძლება შეაძლო ადამიანს მუსიკაც კი აი შეიძლება გამოცდილება ქონდა მე მაქვს ისეთი გამოცდილება რომ ახლა თავიდან უნდა ჩავწეროთ ეს გადაცემა იმიტომ რომ ერთ საათი მარტო მაგაზე შემიძლია ვილაპარაკო ანუ მე ვარ ადამიანი რომელიც მეორე კლასში შეიყვანეს მუსიკაზე ქონდა ძალიან კარგი სმენა ну плюс ეს მათემატიკის ნიჭიც ეხმარება მაგ ამბავს და დავამთავრე მუსიკალური პირველ კურსთან ერთად იურიდიულის პირველი კურსი და მუსიკალური 11 წლები კონსერვატორის ერთად დავამთავრე. ოღონდ ხა არ იფიქროთ რომ მე რამე ვიცი. სერიოზული არა, სერიოზული მცდელობები მქონდა. მაგრამ ისეთი იძულების პროცესი იყო ეს მთლიანად. იმიტომ რომ დიდწილად განპირობებული იყო იმით, რომ ძალიან ცუდი პერიოდი იყო. ძალიან ციოდა სკოლებში. ხა კლასში მე არ მახსოვს, რომ სიცივე არ ასოცირდება ჩემთვის სკოლასთან, მაგრამ აი მუსიკალურთან ნამდვილად ასოცირდება და გააყინული, გათოშილი პატარა თითებით რაღაცა უნდა დაგვეკრა. გააყინულ ოთახებში და ნუ აი ცართული იყო ეს და შეუძლებელი იყო შეყვარებოდა. თან ერთია რომ რაღაცას უსმენ მუსიკასთან მოგწონს და მეორეა შენ როგორ უკრავ ამას. და როცა შეგიძლია ეს სხვაობა დაინახო, შენი დაკრული ვიდად ვერ მოგეწონება პატარა ბავშვს და ანუ არ იყო ეს რა საინტერესო. ახლა იქ ლიტერატურას რო სწავლობთ, მუსიკის ლიტერატურას წარმოვიდგინე რომ არ მოგისმენია. ანუ რაღაცას თეორიულად სწავლობ, ამას ისევ რომელმა მეფემ როდის იბრძოლა იმის დამახსოვრება ჯობია. რაღაც შინაარსი მაინც აქვს და რომელმა კომპოზიტორმა რამდენი პოლკა და კანტატა დაწერა, აი როგორ შეიძლება ეს ბავშვს იყოს საინტერესო. და ეს რაღაცა უნდა დაგეზეპირებინა. ხო და მე რადგან აი პირველ ტალღაში დიდად ვერაფერი ვერ ვისწავლე, იმიტომ რომ რაღაცები არ მომწონდა, იქ მასწავლებელი აცდენდა ხან ორსულად იყო, ხან რაღაცები მოხდა. მე სხვაგან გადამიყვანეს და აი ბოლოს აი ერთ-ერთი საკითხი იყო, რაშიც ოჯახმა მაჯობა და დავთმე. რომ დაამთავრე. პროფესიის არჩევა რაღაც არაფერი არ დამithმია, ჩემი გზით წავედ. ერთადერთი იყო, როცა დავთანხმდი ამ კონსერვატორიის 11 წლებში გადასვლას და დავამთავრე საგუნდო სადირიჟორო კლასი. ანუ დირიჟორობის ანაბანაც ვისწავლე. ოღონდ ისევ
მუსიკის გარეშე, გუნდის გარეშე ცარიელ კედელთან ვიქნებდი ხელებს და მეცნებოდა ჩემ თავზე რომ 1000 სულელეს ვაკეთებ. რა თქმა უნდა, გუნდს ვინ დამიყენებდა პატარა ბავშვს და გუნდოდ კიდევ ძალიან კომიკური იყო და ერთადერთი მეუბნებოდა რომ გამოხატა ემოციები. და დირიჟორობა. მე ხა ბევრად უფრო ემოციურ და გამომხატველი ადამიანი ვარ, ვიდრე ვიყავი კლასიკური ინტროვერტი ვიყავი ბავშვი, ჩემი აზრით. და უცებ მეუბნებია რომ ხა ცარიელ კედელთან და დადგე. უნდა წარმოიდგინო აი ეგ დგას სოპრანო, ალტი, ტენორი და ბანი. მასწავლებელი ეცდება რომ 4-ვე ხმა დაუკრას, მაგრამ რასაკვირველია ვერ დაუკრავს, იმიტომ რომ აქედან აქამდე არის და ორი ხელი არ იყოფა ამისთვის, თამდე რასაც მიწუდება, იმას დაუკრავს. დანარჩენი შემდგა წარმოიდგინო. ცარიელ ბინაშიც კი, უპიანინო ბინაშიც კი მიდირიჟორია. გაყინულ ბინაში, იმიტომ რომ კონსერვატორიაში რო არ მივსულიყავით, გაყინულში მასწავლებელთან მივსულიყარ სახლში და ეს ექოებით ვდირიჟორობდით კამილ სენ-სანს და მეცინებოდა ხა ამას რა თქმა უნდა. მაგრამ საინტერესო გამოცდილება იყო თვლი რომ რაღაცა მუსიკის აღქმა გამიუმჯობესა, მაგრამ რისთვისაც შემიყვანეს და მაწვალეს. ის უნარები არ მოუწი. ასეთი იყო ეს გამართლება, რომ კარგი მსმენელი მაინც დადგება. ხო, მაგრამ რა ვიცი 11 წელი ვიცნობ უამრავ ადამიანს ერთი დღე არ უვლიათ და ჩემზე მეტად ერკვევიან მუსიკაში, ჩემზე უკეთესი გემოვნება აქვს და უკეთესი მსმენელები არიან. რო არა ეს ყველაფერი შეიძლება ჩემით მისულიყავ მუსიკამდე ოდესმე და რაღაცა ჩემი გზა წასულიყო მაგ მიმართულებით. არ ვიცი. აი ჩაცმას რომ დაუბრუნდე, მაინც ნერვიულობ იმ მასწავლებელს ქართულში. და როგორი სიბრაზით გამიხსენე. მინდა რომ გავამართო და ხომ არ ფიქრობ და დავუშვათ, ანუ ჩვენ დავსვათ ასეთ შეკითხვა, რომ ჩაცმა არის ერთ-ერთი რაღაც მხარე ბავშვებში, ადამიანებშიც კი, დასრულებშიც კი, უფრო ზუსტად. რომელიც გარკვეულ რაღაც კონფრონტაციას იწვევს, ხოლმე რაც უსიამოვნო გამოკიდებულებას. ანუ ამას რამდენად აქცევდით თქვენ ყურადღებას და რამდენად გქონდათ აი ეს ამის მიხედვით თანატოლის შეფასები ეს ან რაიმე სხვაგვარი დამოკიდებულება. შემთხვევაში იმ პერიოდში, როდესაც აი ეს ქართულის მასწავლებელი მყავდა და ჩვენ პატარები ვიყავით, ანუ 10-11 წლის ნამდვილად არ ყოფილა ეს. ყოველ შემთხვევაში ჩემს მეხსიერებაში ასეთი არ არის. მე არ სხვაზე უკეთესად მეცვა, არ სხვაზე უარესად, ამიტომ ალბათ უნდა მეკრძნო, რომ ყოფილიყო რაიმე დიფერენციაცია. მე არ მახსოვს. თუ რამე მახსოვს, ზუსტად აი ამ ქალისგან მახსოვს, რომ სადაც ხაზგასმით ერთ-ერთი ჩემი კლასელი გოგო დაატრიალა. ასე თქმა უნდა, დაატრიალებულიყო და ეჩვენებიდა უკნდა როგორ ქონდა შარვარი. აი ეს ასეთი ხაზგასმა არავის სხვისგანაც მე მახსოვრებოდა რამე მსგავსი რო ყოფილიყო. უფრო მაღალ კლასებში ალბათ ოდნა ვიყო, მაგრამ ზედ მძაფრად არ მიხსენდება, ხო? იყო თვითონ უკვე სკოლაში იყო განსხვავებული ფინანსური შესაძლებლობების ადამიანი, ანუ მე სხვა ტიპის ბულინგი ვიგრძენი ჩემ თავზე. იმიტომ რომ მე გლდანულიდან გადავედი ვერაზე. იყო ასეთი და ეს იყო. და როგორ გახსოვს, რაში გამოიხატებოდა ხოლმე? პირდაპირ შეურაცხყოფის მოყენებაში მე იმ ბავშვებთან დავმეგობრდი, ეს რთული ასაკი იყო ხა. 12 წელი და უცხოსხეული გადმოვედი კლასში და თავისთავად მაგასაკის ბავშვები ყველგან ალბათ ცუდად იქცევიან. მე არ მაქვს სხვა მოლოდინი ახლა. მე ისეთ სკოლა მაქვს გავლილი რომ მგონია რომ ეს ჩვეულებრივი ამავია ამ ასაკში. კი. ბუნებრივი ეს არის, დანარჩენ სწავლება ჭირდება. მე მგონია რომ ბულინგი ადამიანებში ბუნებრივად არსებობს ამისი სურვილი. და მე ერთმანეთს აქეზებენ და შენი თვითგადარჩენის ინსტინქტი გაიძულებს რომ შენს გახდებულე და ასე შემდეგ და ეს გავიარე. ასევე იმიტომ რომ 90-იანების აი სვანო მაგალითად დღეს აღარ არის ასეთ შეურაცხყოფის ფორმით ნაკლებად იყენებენ შეიძლება თქვა სვანი დაუძახონ ვიღაცას, იმიტომ რომ მე სახელად აქვს უკვე, მაგრამ აი შეურაცხყოფელი 90-იანებში ძალიან იყო ეს. ყველა ხო მაშინ ყველა რეგიონი ასე პოლიტიკურმა სიტუაციამაც თუ იქ რუსეთის ამბებმაც მოახდინა ამაზე გავლენა და რაცა ყველას ერთმანეთის სულდა და
სვანებზე ანეკდოტები მაშინ. სვანური ანეკდოტები საჩორი ერთ-ერთი კარგი იუმორია, მე მგონი მსოფლიო იუმორში. სვანურად თუ გესმის უკეთეს. კი რა თქმა უნდა, მაგას გულისხმობ ხო. და აი ის როგორ დაუმეგობრდი იმ ახალ კლასელებს, როგორ გადაილახა ეს რაღაც დამოკიდებულება. ხო, არ გახსოვს რაიმე. მახსოვს რომ დაახლოებით 1 წელი დამჭირდა, იმიტომ რომ მერვე კლასიდან უკვე ყველასთან კარგი ურთიერთობა მქონდა და მიყვარდა. მანამდე შერჩევით. ნუ ყველაეთნაირად არ მიყვარდა ცხადია, მაგრამ აი ესეთ ბავშვებთან დავმეგობრდით, რომლებსაც ახალგადასულზე ვერ ვიტანდი და ცუდად იქცეოდნენ ჩემთან მიმართებაში და მე უკვე რაღაცა თავს მაკაცდით. ამიტომ ეს მგონია რომ ასაკმაც იმოქმედა ჩემმა ჯიუტმა ხასიათმაც რომ არ ჯიუტი და ჯიუტი ხო? კი ჯიუტი ვარ და ვიყავი და მაშინაც აი ესეც ოჯახიდანაც იგივე ანუ ხელშეწყობა ამ ფორმით მქონდა რომ შენ თვითონ მოაგვარე შენ თვითონ გაუმკლავდები პასუხი დაუბრუნე. ამბობდი ხოლმე სახში ყველა. კი, ვამბობდი, იმიტომ რომ მე ჩემი ნების საწინააღმდეგო კონტ გადამიყვანეს. არ ვიცი ხარ ასე ხშირად ვამბობდი, შეიძლება იმაზე მეტი ხდებოდა, ვიდრე ვამბობდი, მაგრამ ის რომ მე ამ სკოლაში არ ვიყავი ბედნიერი ახალგადასულზე, ამას ვამბობდი. და რატომაც არ ვიყავი ამასაც. იქ მასწავლებელიც ვყავდა ბულერი, ბავშვები ანგელოზები იყვნენ. ხო და, ნუ მაშინ მეუბნებოდნენ რომ ესე გაუმკლავდი და დაუბრუნე პასუხი. მასწავლებლის მხრიდან რაში გამოიხატებოდა თქვათ ასეთი ხო, მან ყავდა ერთი ქართულის მასწავლებლის ვარესი. ანუ რაში გამოიხატებოდა, იცი? თუ ქართულის მასწავლებელს ჰქონდა რაღაცა თავის ტვინში ჩაკირული რაღაცა წარმოდგენები, რომლის მიხედვითაც ცდილობდა ჩვენს სანიმუშო ქართველ ქალებად გაცემა და აღზრდას. და რაღაცა გამართლება ამას მაინც მოეძებნებოდა, რომ ეს იყო მისი რაღაცა ცხოვრებისეული მიზანი და ფილოსოფია. ნუ ვეფხის თვალსაც ვერ გაიგებენ ის. აი, ამ მეორე შემთხვევაში არ მინდა დავასახელო ვინ არის არც ერთი სახელი, ვისაც ნეგატიურად მოვიხსენებ, მაგრამ მიხვდები. არ ვიცი რა ჭირდა, რატომ იყო ასეთი და უბრალოდ ყველას აი ეს არ იყო მხოლოდ ახალგადასულ ბავშვებზე, ან ვინც ცუდად სწავლობდა, არა, უბრალოდ ყველას შეურაცხყოფას აყენებდა და ამცირებდა და ან ჩვენი ბავშვური აღქმით მისგან მოდიოდა სისხლი დამცირება და აი რაღაცა მუდმივი აი ისეთ გავლენას ახდენდა, რომ მის საგანს, რომელიც საერთოდ არ იყო რთული, ეს არ იყო ქიმია, რომელიც მე მიჭირდა, არაფერი არ იყო. უბრალოდ რომ გავდიოდი, ვერ ყვებოდი გაგო. რა იყო ამასთან ასაკი? აი ხა რომ თქვა მაშინ მასწავლებელსაც ყველა გამოიცნობს. თუმცა იმდენად იოლად გამოსაცნობი იყო, რომ Facebook-ზე მე და ერთ-ერთი პოლიტიკოსი წლების წინ Facebook-ზე კომენტარში გადავიკვეთეთ საერთო მეგობართან, ერთმანეთს მაშინ არ ვიცნობ, ნუ 10 წლის წინ და ანუ ვისზეც მან დაწერა, მე კომენტარში მიუწერე, რომ ეს ქალია თქო ისე რომ არც სკოლა ქონდა ნახსენები, არც მე ვიცოდი რომელ სკოლაში სწავლობდა, უბრალოდ მივხვდი და აღმოჩნდა რომ ერთ და იგივე ადამიანს ყოფილა. რაღაც საინტერესო ნიშა ჰქონია, თუმცა სამწუხარო ის არის რომ შეიძლება სრულიად სხვა ადამიანზე ბევრმა ამოიცნოს ან გაიხსენოს რომ უი მეც ასეთი pravda მეც ასე სამწუხაროდ ანუ ერთი მაინც ალბათ ხო ესეთ იმიტომ რომ რაღაცა არაფერი მექანიზმი არ არსებობდა რომ აი რა უნდა გექნა სხვასთან ხوار გადახვედრდი კლასში რას ვფიქრობ ხოლმე და მაინტერესებს შენი აზრით აი ეს არაადეკვატური ქცევები ადამიანებისგან პროფესიაში რომლებიც არიან წესით მთელი ცხოვრება რომ მუშაობენ და ასეთი არაადეკვატურობები ამის მიზეზებზე ფიქრობ ხოლმე და ხომ არ გიფიქრია შენც რომ ეს თვითონ ამ პიროვნული ხასიათიდან შეიძლება კი არ იყო მთლად დაკავშირებული რამდენადაც იმ კონტექსტზე თვითონ აი იმ სისტემაზე მთლიანად იმ სისტემაზე რომელშიც ის მუშაობდა და ევა სიმონიასთვის რატომ არ იყო ხო აი ეგ არის კი მე ვფიქრობ პირდაპირ კავშირშია კომპეტენციასთან როდესაც ადამიანს აკლია ავტორიტეტი იმიტომ რომ მან თავისაგანი არ იცის აქვს ორი გზა ან გახდეს ბულკი მასწავლებელი რომელიც ყველას ნიშანს დაუწერს და ამით ბავშვებთან მოიპოვებს რაღაცა კეთილგანწყობას და იოლად გავა ან ნუ თვითონ გახდეს ესეთი აგრესიული მოძალადე, იმიტომ რომ ვისაც კი ქონდა საკმარისი კომპეტენცია და ცოდნა და თავდაჯერება
არც ერთ მასწავლებელს არ ქონდა ბავშვებთან ურთიერთობის პრობლემა. შეიძლება ახლა დღევანდელი გადასახედიდან რაღაც ყველა გააკრიტიკო, მაგრამ ახერხებდნენ, უმკლავდებოდნენ ველური ბავშვების კლასებსაც კიდე. ვერ უმკლავდებოდნენ ისინი, ვინც ბავშვებისგან ვერ იმსახურებდნენ პატივისცემას მათი ცოდნის გამო. და მე უკვე შედიოდნენ აი ამ სპირალში. თუმცა ეს ჩვენც ცუდად ვიქცეოდით მასწავლებლებს, პირდაპირ ვეუბნებოდით რომ არ ესმოდა რას ლაპარაკობდა. მეც მithქვამს. დამიცინია მასწავლებლისთვის, ანუ უკვე იმდენად ეს ურთიერთაგრესია, ისეთ ჩოლინგრამბა ვიყო, რომ ანტაგონიზმი. ხო, აი დამიცინია როგორ ხარ? რაღაცა თქვა ისეთი მიკითხავს, რომელიც ხვდებოდი რომ არ იცი. ახლა ცუდად გახსენდება ეგ მომენტები? კი. ცუდად რა ხა დღეს? უსიამოვნოდ, კი, ანუ იმდენად რომ მეცოდება თქვა ჩემი შვილი თუ მასეთ სკოლაში მოხდება. და ნებისმიერი ბავშვი და ამას განვიცდი სერიოზულად. ვიცი რომ არიან ადამიანები, ვისაც სულ კარგი გამოცდილება აქვთ სკოლაში და არ ესმით ჩემს გარშემო, მაგრამ მე მესმის. თქვენ სკოლაში იყო თუ არა გავრცელებული ისეთი რაღაც ტრადიცია, როგორც არის შანტალო? კი. და თუ ყოფილ ხარ ამის ინიციატორი? მე მგონი კი. და მიზეზი ცხოვრებას თუ არა? მიზეზი რავი, ალბათ გავკვეთილი არ ვიცოდით და ან ვიღაცამ არ იცოდა და იმას ვუჯიგრეთ და ყველა წავედით. პატარა კლასებში უკვე ყოფილა რომ პროტესტის ნიშნად დაგვიტოვებია. რა პროტესტი იყო? ყავდა ერთი მასწავლებელი, რომელიც ეს უკვე მაღალი კლასი იყო. შეიძლება ახლა მეშლებოდეს და უკვე მასწავლებელი ერთმანეთში მერეოდეს. რომელიმე კლასელი შემომედავოს, მაგრამ აი ისეთ მასწავლებლებთან რა, რომლებსაც ბავშვებთან მოქცევა შეეშალათ. მაგალითად, ახლა მერვე კლასელს რო ეტყვი კუთხეში დადექიო, დანგეშლება. ჯერ არავის არ უნდა უთხრა და მithumetes ფაქტიურად დასრულდა და მე ძებნები კუთხეში დადექიო. იქ გარდამთავრდება კარგად. ხო და აი თქვა აი ესეთ მასწავლებლებთან მე დემონსტრაციულად გავგვიცდენია, ვისაც ასე შეეშლა. და შანტალოზე არ წასვლა ხო სერცხვილი იყო, ხო? არ წასვლა, თუ კლასი მიდიოდა. მე არ ყოფილა ასეთ სიტუაციაში. და ვინმე დარჩენილი იყო? დარჩენილიყავი და მე მომხვედრო და სხვებისგან არ მახსოვს. არა, სიცხელი იყო, კი, ახლა. ვინმე თუ დარჩენილი კლასელებისგან? აი კონკრეტული ფაქტები არ მახსოვს, მაგრამ ეს რომ კი შატალოზე არ წასვლა თუ ყველა მიდის სიცხელი იყო, არ ვიცი რატო იყო პრინციპში. მაგრამ იყო ხო. და რაიმე მე წავსულ ვარ სხვისი ხათ. რაიმე სადამსჯელო ღონისძიება რა იყო ხოლმე მაგ დროს თქვენთან? შობლების შეატყობინებდნენ თუ? არ ვიცი, დიდად არ იყო ჩვენთან მშობლების გამოძახება პოპულარული. უკვე 90-იანი წლებია და თუ კი ბავშვები მეორე დღეს მოვიდნენ რა დაჩასეს. მე არ მახსოვს ხა ერთია რომ მეც არ დამიმსახურებია ამიტომ და არ ვიცი სხვა ბავშვები მშობლებს იბარებთ ვარ, მაგრამ ზოგადად არ მგონია რომ ეს ეფექტური მექანიზმი ყოფილიყო, იმიტომ რომ მშობლებს არ ეცალათ სკოლებში სასიარულოდ და დიდად ტელეფონზე ხო ვერ დაურეკავდნენ, მაშინ მობილური არ ქონდათ და ამიტომ რა ორიანი და ეგ იყო. ან სემესტრის ბოლოს ნიშანს არ დაგიწერ და ნუ იქ უკვე მშობლამდეც მიმიდოდა ეს ამბავი. დირექტორთან შეყვანა. კიდე. მაგრამ კარგი ისე დირექტორი ყავდა, რბილი და კარგი ადამიანი, რომ არ გვეშინოდა და და პატივს წერდით სამაგიეროდ, ხო? კი. ანუ კარგი ადამიანი იყო და აქედან ორივე სკოლაში ძალიან კარგი ძალიან თბილი დამოკიდებულება ჰქონდა მახსოვს. როგორც აღნიშნეთ, იურისტი ხარ, ბევრი გიმუშავია, დიდი გამოცდილება გაქვს ამ მიმართულებით. მქონდა თუ არა თავიდანვე ამ სკოლის მოსწავლეობის დროს აი ინტერესი შენ დღევანდელი პროფესიის მიმართ, ან რა გინდოდა რომ გამოსულიყავი და ამას მივაბად, რამდენად დაგეხმარა სკოლა რაღაცა თვალსაზრისით დღევანდელი შენი პროფესიისთვის, ასე ვთქვათ, რომ წარმატებული ყოფილიყავი ამ მიმართულებით? არ ვიცი, ალბათ არ დამეხმარა. მე მგონი რომ უფრო მეტად შეიძლება და დამხმარებოდა და დიდად ამ ყველაფრის წვლილს ვერ გრძნობ. მე ვფიქრობ რომ დღეს რომ მესწავლა დღევანდელი შესაძლებლობები რომ ქონოდა ანუ ინტერნეტი და ასე შემდეგ, ბევრად უკეთეს ცოდნას მივიღებდი და აი იმასაც დავაკომპენსირებდი ალბათ, რაც
ცნობის მოყარეობის ჩაკვლამ ზიანი მომაყენა. ჩემით მოვახერხებდი ამის კომპენსირებას, ასე მგონია. იმიტომ რომ მაშინ ბავშვური თვალით ვუყურებდი, რომ ეს იყო სწავლის პროცესი, სადღაც რაღაც უნდა მოვილიო, მოვიშორო და მე მექნება თავისუფალი დრო. და მხოლოდ ის საგნები, რაც მაინტერესებდა და ის სიამოვნებას მქრიდა, რომ იმ ამოცანას ხსნიდი, შედეგს ვდებდი რაღაც აი ეს პროცესი, სადაც სიამოვნება ვაკეთებდი და მე მგონია, რომ აი ამის შესაძლებლობა მექნებოდა ახლა რომ ყოფილიყავი ბავშვი. თუმცა ახლა სხვა გამცდენები არსებობს, მაგრამ მაინც მგონია, რომ დღევანდელ ბავშვებს ცნობის მოყარეობის შენარჩუნების მეტი რესურსი აქვთ. დრო თუ დარჩათ. თავისუფალი, იმიტომ რომ ძალიან დატვირთულებიანი დღეს ბავშვები, ჩვენ მეტი გქონდა. კი, იმიტომ რომ ყველაზე თუ რაღაც ნაწილზე მოსწავლეები. ნუ მინიმუმ ის ბავშვები, რომლებიც ახერხებენ რაღაცა სხვადასხვა წრეებზე სიარულს სკოლაში, საღამომდე არიან, გახანგრძლივებული თუ რაღაცა სხვა სისტემით სწავლობენ. ჩვენ 2 საათზე მოვდიოდით, მე ან სახლში მოვდიოდით, ან მეგობრებთან მივდიოდით, ან რაც მეტი თავისუფალი დრო გქონდა. ეხლა ბავშვები მგონია, რომ ბევრად უფრო დატვირთულები არიან. ხო და იურისტობას რაც შეეხება, მიუხედავად იმისა, რომ მამა ჩემი იყო იურისტი და გამომძიებელი და პროკურატურაში მუშაობდა და მე მის საქმეებს ჩიჩქნიდი და ვკითხულობდი და საშინელებები მაქვს ნანახი. არა, მაჩვენებდა. 16 წლის ვიყავი, როცა მამა გარდაიცვალა და მანამდე საკმაოდ პატარა ასაკიდან მაჩვენებდა ამას. დახერხილი ადამიანების ფოტოებიც მინახავს საშინელი საქმეები ქონდა გამოსაძიებლად. მაგრამ ამას არ გაუჩენია ჩემში ინტერესი, იმიტომ რომ აი აქ არ ვგრძნობდი ჩემ თავს. და ნუ პრინციპში ჩემ ცხოვრებაც ისე წარიმართა, რომ ცდილობაც კი არ მქონია, რომ ან ადვოკატი გამხდარიყავი, ან მოსამართლეობაზე მეფიქრა, ან პროკურორი არასდროს არც მანამდე მეფიქრა და არც სასაცილო ის არის, რომ აი ეს მათემატიკის მოყვარული ბავშვისთვის საინტერესო ეს სფერო აღმოჩნდა მაშინ, როცა დავიწყე პარლამენტის ხმების ყურება. და ეს იყო მთელი 90-იანები, ტელევიზორში სხვა არაფერი არ იყო და იყო ხალხი, რომელიც ჩვენს ბედს წყვეტდა სადღაც პარლამენტში. ნუ მე იქ ჩხუბობდნენ, ეს კიდე ცალკე. ან ყველა კომპონენტს აკმაყოფილებდა საინტერესო ფილმი. შინაარსი ქონდა, პერსონაჟები იყვნენ მუდმივი და ამას. მესმოდა, ხო? კი, მესმოდა ხა უკვე 12 რაღაცა, ან 9 აპრილის პერიოდიდან მახსოვს ხო, ჩემი ბავშვობა 99 წლიდან უკვე ეს პოლიტიკური მოვლენები ჩემთვის ძალიან აცნობი იყო. მე ეს ეროვნული მოძრაობა, ზვიადის პერიოდი, ყველაფერი ჩემ ოჯახში ძალიან აქტიურად განიხილებოდა. მე რამდენად მივყვებოდი ამას, სხვა საკითხია, მაგრამ აი ფონურად ეს სული იყო და მე ახლა როგორც დღეს საინფორმაციო გამოშვებებს უყურებენ ოჯახებში, ნუ ჩვენი საინფორმაციო გამოშვებები იყო პარლამენტის ხდომები და ის შესვენება რომ გამოცხადდებოდა ხოლმე ძალიან წინდა, იმიტომ რომ შეიძლება აღარ დაბრუნებული იყვნენ დარბაზში არა და რაღაცა საინტერესო მომენტზე ყველაფრის განხილვას უყურებდი, ყველაფრის ჩხუბ. შენ თუ გახსოვს იმელის შენობიდან პარლამენტის ტრანსლაცია, თუ უკვე 95 წლის კი, იმელის შენობიდან იყო. დანაც გახსოვს. ანუ სადღაც გულისხმობ რომ ალბათ 92 წლიდან უყურებდი, ანუ როცა დაიწყო ფუნქციონირება. ანუ გაინტერესებდა სინამდვილეში ეს როგორც კანონშემოქმედებითობით ანუ ეს პროცესი გახდა ჩემთვის საინტერესო. მე მივხვდი რომ აი ეს კანონშემოქმედებითი პროცესი ახდენს ადამიანების ძალიან დიდ ჯგუფზე გავლენას და ვიღაცა ტიპებს აქვს ბერკეტი რომ აი ეს შეცვალონ ქვეყანა უკეთესობისკენ, უარესობისკენ რაღაცა გააკეთონ. ნუ ახლა მე ხო როგორც ბავშვი რეგულაციების მომხრე ვიყავი თავისთავად. დიდად კი, მაგრამ ახლა ეს სურვილი გაქვს შენ დაარეგულირო. შენ როგორც გინდა ისე ხო? რა თქმა უნდა, შენ ჯგვასი ათრია. ხო და მე იყო უკვე მე გაჩნდნენ აი ეს ახალგაზრდა ფიგურები, მიხეილ სააკაშვილი, ვიღაცები შევარდნაძე არ მიყვარდა, არავის არ უყვარდა ოჯახში და შესაბამისად არ მიყვარდა და უცებ გამოჩნდა ზურაბ ჟვანია, ნინო ბურჯანაძემ დაიწყო უკვე სხვანაირი მოძრაობა, მიხეილ სააკაშვილი გაჩნდა, რომელზეც აღფრთოვანებული ვიყავით თავისთავად პირველ კლასში, მე-9 კლასში. ანუ მე მახსოვს მიხეილ სააკაშვილი უფრო ადრიდან, ვიდრე ძალიან ბევრ ადამიანს ჩემ გარშემო, იმიტომ რომ პარლამენტში გამოჩნდა, მე უკვე იმ დროიდან მახსოვს. ესმოდა და გაინტერესდა. კი, იმიტომ რომ გამოჩნდა, მე იმ დროს უკვე ვუყურებდი. და ყველაფერს თავსვადებდნენ. და ესე იგი ადამიანი რომელიც ფიქრობდი და უყურებდი მესმის სრულიად შენი, იმიტომ რომ მეც 13-14 წლის ასაკიდან აი მესმოდა და მაინტერესებდა ეს პროცესები და ამბზე რომ ძალიან კარგად მესმის და
ასეთ მოსწავლეს, ასეთ მეათე კლასელ მოსწავლეს, რომელიც რაღაც კანონების მოგონებისკენა მიდრეკილი და ფოთოლი რას ფიქრობს გეუბნებიან. ანუ რატომ ვამბობ იცით ამას, რომ შეიძლება ხო რომ აი ეს ბავშვი განავითარო იმ მიმართულებით, რომელიც მას აინტერესებს. მოდი და სხვა დავალება მიეცი რამე, ხო და? არ იყო ასეთი ინდივიდუალისტური მიდგომა. თული ალბათ მე არ ვიცი მასწავლებლის პოზიციიდან ეს როგორ ჩანს, მაგრამ ამდენი ბავშვი ყავს, განსხვავებული შესაძლებლობების, ძალიან ცოტა დრო და ნუ შენც ახლა შენი ცოდნაც ლიმიტირებულია რაც გასწავლეს, იმას იმეორებ, ხო? ალბათ უბრალოდ არ შეეძლოთ ამაზე მეტი, თორე კარგ მასწავლებლებად იცვლებოდნენ, სუდები კი არის, მაგრამ ჩემთვის საინტერესოდ ვერ აქციეს. თუმცა როცა ვთქვათ ქართულის მასწავლებელი ან ისტორიის მასწავლებელი ლამარა ნადირაძე ფანტასტიკური ხალი იყო, ნადირაძეების ისტორიკოსების ოჯახის წარმომადგენელი, ნუ ლამარა როდესაც გაკვეთილს ხსნიდა და ყვებოდა, ძალიან საინტერესო იყო, მაგრამ სახში რომ მოვიდოდი და მე ის უნდა დამეზეპირებინა რაც იქში ეწერა, ეს აღარ იყო საინტერესო, იმიტომ რომ იყო ქრონოლოგი. მე კი მომიწია მაინც იურდილზე ჩაბარების წინ ერთ წელიწადში ყველაფრის სწავლა და მართლა დაზეპირება, მაგრამ თანდათან ბოლოსკენ წავიდეთ და ეგ მომენტიც მაინტერესებს, რეპეტიტორები დაგჭირდა, ხო, როგორც გავრცელებული იყო საერთოდ დღესაც ასეა პრინციპში. სამწუხაროდ ჩვენი ასეთი მოგონებული გვაქვს ასეთი სისტემა, რომ 12 წელი უნდა ისწავლოს ადამიანმა და რაღაცა რომ ჩააბაროს და დასჭირდება, იქ ცალკე უნდა ისწავლოს და სხვასთან რაღაცა ეს ცალკე კურიოზია. ჩვენ გაგვიმართლა რომ 12 მაინც არ იყო 11 წელი იყო, მაგრამ ამ ბავშვებს გავმართლოთ რომ მაინც რაღაცა სხვა ტიპის გამოცდას აბარებენ, რომელიც მგონია რომ იმას მაინც ჯობია. რასაც ჩვენ ვაბარებდით. მაგრამ მათ შრომას როგორ აფასებ და როგორ უყურებ? აი რეპეტიტორების დღესაც თუნდაც მე რამე ცუდი ის არ ამობს ქვეტექსტი ამ შენ მე მყავდა მე ძალიან კარგი მასწავლებელი მყავდა 4-საგან ერთ-ერთი მამაჩემის ბიძაშვილი იყო, ვინც ქართულში მამაცადინებდა და აი ბატონმა ოთარონიანმა სულ სხვანაირად შემახედა იმ ყველა იმ ნაწარმოების აღქმა შემეცვალა, თუნდაც იმ თემის წერის აღქმა, ანუ გახდა ეს უფრო ანალიტიკური, მომეცა საშუალება, რომ ჩემი აზრი გამომეხატა. მომეცა საშუალება, რომ აი ამ გვერდიდან ამ გვერდამდე დავალებაზე კი არ დამესხა ტვინი. ეთქვა, რომ დღეს არაფერს არ გაძლევთ. არდა მისაღები გამოცდებია წინ, რა დროს ექსპერიმენტებია და ეთქვა, რომ დღეს არაფერს არ გაძლევთ. უბრალოდ ვეფხისტყავს, ანუ ბოლომდე წაიკითხეთ და მე ვფიქრე ეს რა მაგარია, ბოლომდე წავიკითხავ თქო. მეზარებოდა და რომ დავჯექით, წელი გამიშეშდა სანამ ავდექი და შოკში ვიყავი, რომ აქამდე სად ვიყავი. ან აქამდე სად იყვნენ, რატო გვასწავლიდნენ 17 წლის ვიყავი. არა, 16. ხო, აი რატო გვასწავლიდნენ ნაწყვეთ, როცა უბრალოდ შეეძლოთ ეთქვათ, რომ წაიკითხეთ ბოლომდე და მიიღეთ სიამოვნება. და უმეტესობას გვეყარებოდა ვეფხისტყაოსი. ასე პირადად გვასწავლიდნენ, მე უფრო ადრე და ხო, სწავლობდი ხა იქ რითმა მომწონდა და კი სწავლობ, მაგრამ აი სიყვარული გამიჩნდა და აღფრთოვანება გამიჩნდა, როდესაც რომელიღაც მასწავლებელმა ჩემი ბიძა მოიფიქრა და თქვა, რომ არ გინდათ ბავშვებო დღეს არაფერზე არ წვალოთ, წაიკითხეთ უბრალოდ. ასე რა მაგარია, მეტი რა უნდა მოეცა ახლა. ხო, მაგრამ ნუ ახლა ის არ განოცდებზე უამრავი რაღაცა უნდა ასეთი თემა, ისეთი თემა, ქალთა სახეები. თამარ მეფის სახე და რაღაც ყველაფერი უნდა წინასწარ ყველა შესაძლო სცენარი გაგეთვალა, რომ რა შეგხვდებოდა იქ დაგეწერა. ნუ ახლა მაშინ იყო ესეთი მეთოდიც, რომ კარნახობდნენ და აწერინებდნენ გამზადებულ თემებს და მე ის უნდა დაგეზეპირებინა, მაგრამ მე ასეთ მასწავლებლთან არ მივშია. კიდევ ერთი შეკითხვა, რომელსაც ხშირად სვამ ხოლმე გადაცემაში, უნდა იზრდებოდნენ, მშობლებს უნდა შეეძლოთ თუ არა შვილი არც კერძო სკოლაში მიიყვანონ და არც საჯარო სკოლაში. კი ვიცი პრინციპში შენი პასუხი, მაგრამ ცოტა რომ გავშალოთ ეს და რომ საერთოდ არ მიიყვანონ თვითონ მე ანუ დღეის მოცემულობით რაღაცა წესით დარეგულირებული სკოლების მიღმა მე აღზარდო ჩემი შვილი. დიდი ხანი არ არის, რაც მივხვდი, რომ ეს უნდა შეეძლოთ ერთია და რომ კარგია.
გარკვეულ შემთხვევაში რომ ეს კარგია, ну ალბათ რა ვიცი, ალბათ 10 წელია საერთოდ რაც დავფიქრდი ამაზე, როცა პირველად გავიგე რომ ასეთ რამე არსებობს, იმიტომ რომ მანამდე ესე შევხედავდი რომ ну ყველა მჯობია რომ სკოლაში ისწავლოს, იმიტომ რომ სხვა შემთხვევაში უსწავლელი დარჩება, ანუ სხვა ოფცია რო არსებობს რომ უსწავლელი არ დარჩე, ამაზე მანამდე და არ მიფიქრია და რაღაც პერიოდის წინ მივხვდი რომ ფანტასტიურია. რაღაცა შეიძლება ეს ცოტა უფრო ადრე გავიაზე, მაგრამ აი კოვიდის პერიოდმა საერთოდ ბევრ რამეზე შეცვალა წარმოდგენა, რომ მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება სტრესული იყოს სახლიდან მეცადინება, საერთოდ აი ასეთი ჰიბრიდული რეჟიმებით რაღაცა შედეგების მიღწევა შესაძლებელია კიდე მუშაობის პროცესში, კიდე სწავლის პროცესში, მაშინ უკვე პრაქტიკულად დავინახეთ. ნუ თავის ნაკლოვანებებიც აქვს, მაგრამ აუცილებლად. და აქვე როგორც შენ ამ შემთხვევაში როგორც პოლიტიკაში ჩართული და დაინტერესებული ადამიანს მინდა გკითხო რომ რა უნდა გავაკეთოთ ჩვენ ზოგადად მშობლებმა, აი კონკრეტულად თქვათ მე შენ რომ ეს უფლება მოვიპოვოთ რომ ჩემ შვილზე ისეთი გადაწყვეტილება მივიღო როგორც ჩვენ მშობლებს გვინდათ. აი რას ფიქრობ ამ მიმართულებით ჩვენ ხო ჩამორთმეული გვაქვს ეს უფლება ხო? აი 3 წლის აქაც რაღაცა უნდა მოიფიქრო მაქინაცია რომ გააკეთოთ შვილები სკოლაში რომელიმე დარეგულირებულ სკოლაში ვიღაცა შემოგვივარდება ხო ოჯახში და აბა რა ხდება ბავშვი სად დაგყავს რა უნდა გავაკეთოთ ამისთვის მე ვფიქრობ პირველი ეტაპი ყოველთვის არის ცნობიერების ამაღლება ქვია ხოლმე ამას მე მოდის სანამ ცვლილებას განახორციელებ ჯერ იწყებს ცნობიერების ამაღლება რაც გულისხმობს იმას რომ გააგებინო ადამიანებს შენს გარშემო ჩვენნაირ ადამიანებს ხო უახლოეს წრეს იმის იქით წრეს აი ეს ტალღებად გააფართოვო წრე რომლებიცაც ესმის რაზე ლაპარაკობ იმიტომ რომ პირველად როცა რაღაცა გესმის ყოველთვის უცხოა და ყოველთვის გაქვს უკურეაქცია ну უმეტესად ადამიანური ბუნებაა ეს ხო ყველას არა ზოგიერთი ძალიან ღია ამისთვის მაგრამ ადამიანის უმეტესობა ჩაკეტილია რაღაცა სიახლისთვის და ცვლილებებისთვის ამიტომ ჯერ პირველ რიგში ჩვენნაირ ადამიანებს გარშემო უნდა გავაგებინოთ რომ ამაში არ იგულისხმება ბავშვის მაინც უყურადღებოდ დატოვება და ბედის ანაბარად მიგდება და გაწირვა მომავლისთვის და სახში გამოკეტვა და არა ხო ეს ამას რო არ გულისხმობს თავისთავად ის რომ მშობელი სავარაუდოდ უნდა ვიგულისხმოთ რომ ბავშვის ინტერესების საუკეთესო წარმოდგენია თუ ის ნორმალური ადამიანია და რაღაცა დამნაშავე ფსიქოპატი ასე შემდეგ რაღაცა განსაკუთრებულ შემთხვევაში თუ არა გვაქვს საქმე მოძალადესთან სხვა შემთხვევაში მშობელს თავის შვილისთვის კარგი უნდა მე მგონი ეს უნდა ჯერ მივიღოთ შევეგუოთ ამ აზრს იმიტომ რომ აი ჩვენ ყველა ვართ ერთმანეთის ჭკუის სწავლებაში და რაღაცნაირად ეს როლი გვაქვს მორგებული რომ ჩვენ უკეთესად მეც დამიჯერია ჩემი თავი ამაზე რომ მე უკეთესად ვიცი შენ შვილისთვის რა არის კარგი აი ყველას გვემართება მშობლურ როლში რომ შედიხარ განსაკუთრებით და ჩვეულებრივი აბა ხო და აი ამის გამკლავება უნდა ისწავლონ ადამიანებმა და აი ამისთვის ჯერ უნდა მივიღოთ რომ მშობელი ცუდს თავის შვილისთვის არ აკეთებს ალბათ ხო და უკეთ იცის რა არის მის სამწუხაროდ ჩვენ ყავს ადამიანები რომლებმაც იციან არა მხოლოდ ვიღაცა მეგობრის თუ ნაცნობი შვილისთვის რა არის უკეთესი არამედ 600,000 ბავშვისთვის რა არის უკეთესი ამის ღრმად ჯერათ და ნეტა ვინმე არ დაემორჩილოს იმათ სამწუხაროდ ასეც ჩემთვის უცნაური ის არის რომ იმ ადამიანებს ვისაც სრული უნდობლობა აქვთ ბევრ ასპექტში თავრობის ხელისუფლების წარმომადგენლების მიმართ და არ აქვთ რბილად რო თქვა კარგი წარმოდგენა უცებ უჩნდებათ ხოლმე განსაკუთრებული თობა როდესაც პატარა თოთო ბავშვების განათლების საკითხზე დავიწყებთ საუბარს როგორც სხვა თუ არაფერში არ გამოდგა ეხლა თოთო ბავშვს რო ვანდობთ და 6 წლის ბავშვს ყველაზე ფაქიზ ასაკში იქ გამოდგებიან ჩვენზე ჭკვიანები რატო თან ისეთი ადამიანები რომლებიც ჩვენ არ შეგვირჩევია აი რა გვაძლევს ამის საფუძველს თორე ხელისუფალს რომ მასების მართვის და ერთგვაროვნად ასე ვთქვათ მოქცევის ერთხელში მოქცევის ცდუნება აქვს ეს ჩვეულებრივი ამბავი ამაში არაფერი ხელისუფლებისთვის დამახასიათებელი რასაკვირველი ამაში უცნაური არაფერი არის და მანდ მორალის კითხვის აზრს ვერ ვხედავ მაგრამ ეჭვი რომ უნდა შეიძლება უბრალოდ კიდე დამატებითი სტრესი არ უნდათ ადამიანებს რომ გაუჩნდეთ რომ ახლა კიდე იმაზე ვიფიქრო ამდენი პასუხისმგებლობით დახუნძულმა
რომ ჩემს შვილს რაღაცას არასწორად ასწავლიან იქ. რავი, ყველა თუ სწავლობს წარმატებულები თუ გამოვიდნენ, ჩემი შვილი რატო ვერ გამოვა და მაგრამ მეც მიყვები ამ მატარებელს. ხო, აი ეგ არის ერთ-ერთი ცუდი რაღაც, ესე ვთქვათ, შიში შეიძლება ითქვას, რომელიც რაღაცნაირად გვიღობავს გზას, გარკვეული გზა დავინახოთ. მე მაინც იმედი მაქვს, რომ გავრისკოთ თუნდაც ან ჩვენი შვილებისთვის უკვე დაახლოებით 3 წელიწადში იქნება ისეთი გარემო, სადაც გვექნება მართლა არჩევანის საშუალება, რამე რა გადავწყვიტო, ან ბოლო-ბოლო გვექნება ისეთი კარგი გამართული სკოლა, რომელიც ჩვენ მოგვეწონებოდა და მე მაგიმედი თვალ, იმიტომ რომ მანამდე ვიყურებდი, რომ სადმე რომელ ქვეყანაში მართლა ვფიქრობდი, რომ დაიბადა ჩემი შვილი, რომელ ქვეყანაში გავაქციო, რომ აი ტირილამდე ვიდეოდი, რომ წარმოვიდგინე აი ამ საშინელ სკოლებში. თან ხო იცი ხა როგორი ასაკია, 3-4 ბავშვი გახსნილია ცნობის მოყარია, ყველაფერს ისრუტავს და შენ იცი რომ 3-4 წელიწადში სისტემა ყველაფერს ჩაუხშობს, გადააქცევს, ჩასვამს რაღაცა რუტინაში, რომელსაც დისციპლინას ვეძახით და აუცილებლად კარგი რაღაცა გონია და გაუჩენს რაღაცა შეჯიბრების ვალდებულებას და სტრესის ესა და სადღა დარჩა უკვე ცნობის მოყარებისთვის და ინტერესისთვის ადგილი. რაღაც იმედია, სანამ ჩვენ შვილებს მოვუწევთ მანამდე. ნამდვილად ჩვენ ვიღირებთ. გვაქვს ამის იმედი. დიდი მადლობა ეკა, მე ვფიქრობ, საინტერესო და ემოციური საუბარი იყო ჩვენი საუბარი. დიდი მადლობა კიდევ ერთხელ გადაცემაში. კარგ საქმეს აკეთებდა. ეს იყო გადაცემა ეკა ონიანის სკოლაზე, დაელოდეთ შემდეგ სკოლას.